სამხრეთ აფრიკელი ქრისტიანი მწერალი და ხუცესი ენდრიუ მიურეი თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერდა ფორთოხლის ხეების სხვადასხვა დაავადების შესახებ. გამოუცდილ თვალს ხე შეიძლება ჯანსაღად ეჩვენებოდეს, თუმცა გამოცდილი მებაღე ადვილად ამჩნევს სინაპლის ნიშნებს, რომლებიც ხის ნელის სიკვდილის მაუწყებელია. ერთადერთი საშუალება ფორთოხლის ხის გადასარჩენად ისაა, რომ ხის ტანი და ტოტები ფესვს მოვაშოროთ და ახალ ფესვზე დავამყნოთ. ამის შემდეგ ხე უფრო გაიზრდება და ბევრ ნაყოფსაც გამოიღებს. მიურეი ამ თვალსაჩინოებას უკავშირებდა მოციქულ პავლეს წერილს ეფესელთა მიმართ. რომში საპატიმროში მყოფმა პავლე მოციქულმა ეფესოს ეკლესიას მისწერა წერილი, რომელშიც შესანიშნავადაა გადმოცემული უფალი იესო ქრისტეს სახარება. პავლეს სიყვარულით სავსე, წყემსური გული კარგად ჩანს მის ლოცვაში. ის ლოცულობდა მორწმუნეებისთვის, რათა ისინი ქრისტეს სულით განმტკიცებულიყვნენ შინაგან კაცში და რათა ქრისტე დამკვიდრებულიყო მათ გულებში რწმენით. პავლე მოციქულს დიდად სურდა, რომ ისინი ყოფილიყვნენ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში და ჩასვდომოდნენ ღვთის უხვის სიყვარულის სიღრმეს. ჩვენც უფალი იესოს მორწმუნეები ვართ და ჩვენი ფესვებიც ღვთის სიყვარულის მდიდარ ნიადაგშია გადგმული. ნიადაგში, რომელიც კვებავს და გვეხმარება ზრდაში. ჩვენ უფალი იესოზე ვართ დამყნობილნი და მისი წმინდა სული გვეხმარება ნაყოფის გამოღებაში. შეიძლება დროდადრო თავს ქარიშხალი დაგვატყდეს და აქეთ-იქით გადაგხაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალა მათ გასაძლებად, რადგანაც უფალში ვართ ფესვგადგმულნი.